მადლობისა საქართველოს დღეს 31 ოქტომბერი უყურებთ კურიერს 8 საათზე. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მიერ პეტერ ფიშერზე დასმულ კითხვებს უპასუხა. გერმანიის მთავრობა ელჩსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. ისინი წერენ, რომ საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია. გარდა ამისა, პარტია ითხოვდა განმარტებას იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქირავა თუ არა ელჩმა მაღალი კლასის უძრავი ქონება ქართველი ოპოზიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძისგან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ გერმანიის პარლამენტის ალტერნატივა გერმანიისთვის ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას რამდენიმე დღის წინ შეკითხვებით მიმართა. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ფედერალური მთავრობის ცნობით, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნს პეტერ ფიშერმა იქირავა მაღალი კლასის უძრავი ქონება ქართველი ოპოზიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძისგან. არა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ოპოზიციის რომელ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნს პეტერ ფიშერი ბოლო 10 კვირის განმავლობაში. გერმანიის ელჩი აღნიშნულ პერიოდში შეხვდა ოპოზიციური პარტია საქართველოსთვის ერთ წარმომადგენელს. ფედერალური მთავრობა პრინციპში არ საუბრობს კონფიდენციალური საუბრების შინაარსზე. გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა აღნიშნავს, რომ მეორე კითხვაზე პასუხში მოხსენიებული შეხვედრა შედგა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ გაცემულ პასუხებს მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძისგან ბინის ქირაობის ფაქტი თავად ლელოს ლიდერმა დაადასტურა. რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრის ნაწილს, მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს შეხვედრები რადიკალიზმს ახალისებს. ფაქტი, რომელსაც თავად ხაზარაძე ადასტურებს, გულისხმობ ელჩის მხრიდან მისი ბინის ქირაობას, სამწუხაროდ გერმანული მხარე უარყოფს. რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, რამდენად სწორი ინფორმაციის გასაჯაროება სურთ და რამდენად სურთ, რომ გამოიძიონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც დიპლომატის მხრიდან ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსის ბინის ქირაობას უკავშირდება. რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრას, პრობლემა ის კი არ არის, რომ დიპლომატი ოპოზიციას ხვდებოდეს. პრობლემა ის არის, რომ თითეული ეს შეხვედრა ახალისებს რადიკალიზმს, რომელსაც ეს რადიკალი ოპოზიციონერები, რადიკალი აქტივისტები ანხორციელებენ. ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის, რომ გერმანიის ელჩს ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციასთან შეხვედრები კი არა სინქრონში მოქმედებდნენ, სანამ მას გაიწვევდნენ კონსულტაციებზე. რაც შეეხება იმას, რომ ბატონი მამუკა ხაზარაძისგან მას თითქოს არ აქვს რეზიდენცია ნაქირავები, ყველამ ვიცით, გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია, თავადად დაადასტურეს. ეხლა თუ აქ უნდათ რომ სიტყვებზე ითამაშონ და უშუალოდ მამუკა ხაზარაძისგან არ ქონდა ნაქირავები და იქ თქვათ კითხვაში არ იყო ის, რომ მისი მეუღლისგან ქონდა თუ არა ნაქირავები, აქაც არ ვიცი, მაშინ მარაზმში ყოფილან გადასულები. სავარაუდოდ დღეს წარედგინება ბრალი ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, რის შემდეგაც უკვე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს ეიმსჯელებს. ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია ეგრეთ წოდებული ბაღების საქმის ეპიზოდზე, რომელზეც ასევე პასუხისგებაშია მიცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის რამდენიმე წარმომადგენელი. საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად გაცემული 11 მილიონიდან 9.400.000 ლარის თაღლითურად დაუფლებას და ასევე 1.200.000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. გუშინ ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული ბრიფინგიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარეს 20 სხვადასხვა ობიექტზე. მათ შორის სამართალდამცველები შევიდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლშიც. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების ძიება გრძელდება. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ. ასევე კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან სულ
20 სხვადასხვა ობიექტზე. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9.365.801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1.211.000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები. გამოძიების მასალების მიხედვით შპს ლაგი კაპიტალის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11.218.380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9.365.801 ლარს. საკონსტიტუციო სარჩელი უკვე სასამართლოშია. დოკუმენტი ბათუმში პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა ჩაიტანეს. ნაციონალური მოძრაობის ახალისა და ლელოს არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი სასამართლომ წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა გადაწყვიტოს. ქართული ოცნება აღნიშნულ პარტიებს რადიკალურ ოპოზიციად მიიჩნევს. ჩვენ ხედავდით წლების განმავლობაში იმას, რომ კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური პარტიები, კოლექტიური ნაცმოძრაობა ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რათა დაპირისპირებოდნენ დემოკრატიას, დემოკრატიული განვითარების ინტერესს საქართველოში და რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს სათანადო სამართლებრივ შეფასებას. ბუნებრივია, სარჩელის დასაბუთებულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველანაირი იმედი და საფუძველი იმისა, ვთქვათ, რომ ეს სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება. დღეს საკრებულომ დედაქალაქის მიერ თანხმობა უნდა მისცეს თბილისის მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. სხდომაზე კახაკალაძე მოხსენებით წარდგება. თბილისის მერი ისაუბრებს კონკრეტულ პროექტებზე და თბილისის განვითარების გეგმაზე. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც. დედაქალაქის მერი წარდგებად საკრებულოს წინაშე მოხსენებით, ის წარმოადგენს მთავრობას, შემდეგ იქნება კითხვების დასმის რეჟიმი, რა თქმა უნდა, შეფასებების რეჟიმი და ბოლოს დასრულდება კენჭისყრით. დედაქალაქის უმრავლესობა საქართველოს ოცნებას და მის კანდიდატებს და დედაქალაქის მერს კახაკალაძეს გამოუცხადა ძალიან მაღალი ნდობა, შესაბამისად ის პასუხისგებლობა, რომელიც დაეკისრა თითოეულ ჩვენთანაც დედაქალაქის მერთან ერთად, აუცილებლად მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. უზბეკეთში იუნესკოს გენერალური რიგით 53 კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით დღეს მიმართავს. დღესვე მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად გახსნის ქართულ კუთხეს. დაგეგმილია ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე გათვლილი სხვა ღონისძიებებიც. ქვეყნის პირველი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეგახსენებთ, იუნესკოს გენერალური კონფერენცია გუშინ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას იღებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის 200-მდე წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3000-მდე დელეგატი. საქართველოს პრეზიდენტი თელავში ბატონის ციხის კომპლექს შვილებთან ერთად ესტუმრა. მიხეილ ყაველაშვილმა საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია, ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების 2 დარბაზი დაათვალიერა. ასევე გაეცნო სამომავლო დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბატონის ციხის კომპლექსში იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული დეპუტატები და თელავის მერი. ალუდა ასე ქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში გაიმართა. მაყურებელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ალუდა ქეთელაურის პერსონაჟი და ვაჟა-ფშაველას პოემა. ერთმოქმედებიან სპექტაკლში როგორც თელავის თეატრის მსახიობები, ასევე თბილისიდან მიწვეული არტისტებიც მონაწილეობდნენ. პრემიერას საქართველოს პრეზიდენტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მადლობა მინდა გადაუხადო მსახიობებს, რიანად დას, სამყარო ხელმძღვანელს, რომ ესე საინტერესოდ იყო წარმოდგენილი გენიალური ჩვენი ვაჟა-ფშაველას ეს ნაწარმოები აუდაქეთელაურის პიროვნება. თელავი გამორჩეული ქალაქია თავისი კულტურული ცხოვრების წესით და ტრადიციებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის მუსიკალური ფესტივალები, წარმოდგენები და სპექტაკლები. მინდა მიულოცო დამდგმელ რეჟისორს და თეატრალური შემოქმედებით დას ეს აღიარება მართლაც რომ მთელი საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა და გაამართლა მათი მოლოდინი. გამორჩეული მაყურებელი ყავს თელავს ძალიან ესეთი მწოდნე ბიოლოგიურად მწოდნე თეატრის მაღალი გემოვნებით და მნიშვნელოვანია აქ რაღაცნაირად წარდგე ღირსეულად არ დაზოგეს თავი არტისტებმა და მთავარი ეს არის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს აი ამ რაღაცა დიდი სიყვარულისთვის და ამდენად მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustavio.ri/ჯი განხილებული ინფორმაციით.